სახელითა მამისათა, დაზისათა, დაწმნისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს წმინდა ეკლესიამ შემოგთავაზა ძალიან ცნობილი იგავი, რომელიც ბევრჯერ არის ჩვენს მიერ წაკითხული. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვხვდებით ამ იგავს და რამოდენიმე სიტყვა რაღაცა ერთგვარი სხვაგვარად შეხედვას ვცდილობ, რომ დღეს შემოგთავაზოთ ამ იგავთან დაკავშირებით. იგავს ეწოდება მთესვარის და თესლის შესახებ. გამოვიდა ადამიანი, თესველი, დასათესად თავისი თესლისა და თესვასა მას მისა, რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდნენ ფრინველნი და აკენკეს იგი. ზოგი თესლი დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო დიდი მიწა. გაიდგა ფესვი, მაგრამ ამოვიდა რამზე გახმა მალევე. მესამე თესლი დავარდა ეკალთა შორის და როდესაც აღმოცენდა ეკალნი, შეაშთვეს იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო. აი მეოთხე დავარდა კეთილნიადაგზე, სადაც გამოიღო ნაყოფი 100, 60 და 30 წილი და დასკვნა მაცხოვრის სიტყვების. ვისაც ყურნი აქვს მენად, ისმინენ. ამ იგავში ორჯერ ხვდება ჩვენ ასეთი კაცრი გაფრთხილება, ამას გვერდს სულით ხოლმე ჩვენ. ვისაც ყურნის აქვს, ისმინენ. და ყურები ყველას გვაქვს. რა შუაშია, ვისაც ყურნი აქვს, ისმინენ, რა შუაშია აქ. თან ორჯერ ხდება გამეორება ამ სიტყვების. პირველად, როდესაც თვითონ ამ იგავს შემოგთავაზებს მაცხოვარი და შემდგომ უკვე, როდესაც განმარტებას ურთავს. ამ იგავის განმარტება თავად აქვს ამ სახარებას მოყოლილი და ნიშნავს რას? ადამიანის გული არის ნიადაგი, სადაც ითესება ღვთის სიტყვა, ანუ თესლი ამ შემთხვევაში არის ღვთის სიტყვა და 4 ნიადაგია წარმოდგენილი. პირველი გზა, მეორე კლდოვანი, მესამე ეკალბარდები და მეოთხე არის კეთილი ნიადაგი, საიდანაც შეიძლება ნაყოფი გამოიღოს კაცმა. გული ადამიანის. მაგრამ რატო ვისაც ყურნი აქვს მენად ისმინენ რატო? თურმე ყველაზე დიდი გაჭირვება ჩვენში არის არ მოსმენა. ჩემი ცხოვრები ცხოვრება, მე კი წავიკითხე ის და კი მოვისმინე ის, მაგრამ ის თავისთვის და მე ჩემთვის ცხოვრებას არ ავსვლი მე ჩემსას. ესე იგი, კი მოვისმინე, ყურები კი მაქვს, მაგრამ სინამდვილეში არც მომისმენია თითქოს. აი ამაზეა გამახვილება დღევანდელ სახარებაში, ყურადღება. ორ გზის ამბობს მაცხოვარი. ვისაც ყურნი აქვს მენად, ისმინენ. შენ რო ისმენ ადამიანი ცვლი ცხოვრებას თუ არა? ძველი ფილოსოფოსები ძველ დროში ამბობდნენ ესეთ რამეს. ყველაფერი იწყება მოსმენით და გაკვირვებით იწყება ყველაფერი. გაკვირვება რა მდგომარეობაა? როდესაც რაღაცას მოვისმენ და არ ვიცოდი მე, გამიკვირდა, რატომ გამიკვირდა? იმიტომ რომ რასაც მე ფიქრობდი, ის აღმოჩნდა, რომ სულ სისულელეები ყოფილა და რაც მოვისმინე, დავწონე, ყურადღებით რაც მოვისმინე, ის გულში შეუშვი და ეს გული არის ნიადაგი, რომელსაც ჩვენ ვამბობთ დღეს. როგორ გულში შედის მოსმენა, ამაზეა საუბარი. ცვლი თუ არა ცხოვრებას? აი ადამიანები მაგალითად ძველი აღთქმისა ავიღოთ აბრაამი, მამამთავარი უდიდესი, ბიბლიის ერთ-ერთი უდიდესი პერსონაჟი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ,
ნამდვილად ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა. ცხოვრობს ქალდეველთა ქვეყანაში, ქალაქ ურში, სადაც გარშემო წარმართები ცხოვრობენ. მათ შორის მისი ოჯახიც. არ არის დიდი მორწმუნე ხალხი. და აბრაამი, ესე იგი, თარას 3 შვილი, თარა მამამისია, 2 ძე და მესამე არის აბრაამი. და აბრაამს ერთხელაც, ესე წლები გავიდა, ერთხელაც რაღაცა ხმა ესმის. აბრაამ, გამოდი შენი სახლიდან, შენი ქვეყნიდან და წადი იქ, სადაც მე გეტყვი შენ. და კაცი ტოვებს ყველაფერს. და არის ის სად მიდის. ბიბლიაში კი აღწერილია შემდგომ ისტორია აბრაამისა. შემდგომ როგორც შეწყდა შვილი და ასე შემდეგ და როგორ გამრავდა მთელი კაცობრიობა მისგან, რჩეული ხალხი ძველი ათქმისა. ერთადერთი რის გამო გამრავდა თურმე ეს კაცობრიობა რჩეული ხალხის? აბრაამის მოსმენით. აბრაამა ის კი არა თქვა, რომ ჩემს გარშემო წარმართები ცხოვრობენ. და ეს რაღაც ხმა რომ ესმის, რა შუაშია ჩემთან. მაგრამ რა მოისმინა და რაც მოისმინა, ამან შეცვალა მთელი ცხოვრება მისი. და მისი ცხოვრება კი არა მხოლოდ. მთელი მისი მოდგმის ცხოვრება შეცვალა. დანარჩენი მისი შვილები დაუშვათ ისააკი, შემდგომ ისააკის შვილები ესავი, იაკობი, იაკობის 12 ვაჟი, 12 ტომის შეიქმნა მერე და გამრავდა ებრაელი ხალხი, ძველი ათქმის რჩეული ხალხი, მესიას მოლოდინის. ერთი კაცის გამო, ერთი კაცის მოსმენის გამო შეიქმნა რჩეული ხალხი. აი როგორ გადაატრიალა მისმა მოსმენამ კაცობრიობის ისტორია. ეხლა მეორე ადამიანი ავიღოთ. მოსე წინასწარმეტყველი იბადება ებრაელების ოჯახში, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც არიან ეგვიპტეში ისინი და იდევნებიან ებრაელები ეგვიპტელთა მიერ. ვაჟებს ხოცავენ, ქალებს აცოცხლებენ. და იბადება ამ დროს მოსე. დედა გადაარჩენს, ეს ისტორია თქვენ იცით, აღარ მოვყვები დეტალურად და ხდება რა? როდესაც იგი მოკლავს ეგვიპტელს, გარბის მიდიანის ქვეყანაში. იქ ცოლს შეირთავს, იოთორის, თავისი სიმამრის წემსი გახდება და ასე შემდეგ. 40 წელი ემსახურება თავის ოჯახს, თავისი სიმამრის ოჯახს. მანამდე ღმერთთან ურთიერთობა არ აქვს ამ კაცს. წემსია ჩვეულებრივი, მამა არის ჩვეულებრივი, მკვლელია ეგვიპტელისა, ღმერთთან ურთიერთობას ვერ ვხედავ ჩვენ. და როცა გავა 40 წელი წემსობისა, ხედავს ქორების მთაზე ალმოდებულ მაყლოვანის ბუჩქს. მიუახლოვდება და ღმერთი ელაპარაკება. მე დავინახე ჩემი ხალხის უბედურება ეგვიპტეში და უნდა წახვიდე და გამოიყვანო ისინი. ეს შეძრწუნდება. მე ხო ენა ბრგვილი კაცი ვარ, ლიყიანი კაცი ვარ მე, ეუბნება. ვერ საუბრობდა ხსნილად ეს კაცი. და შენს მაგივრად შენი ძმა ილაპარაკებს, შენ გონება იქნები მისი. და ეს ლიყიანი კაცი მიდის ეგვიპტეში და უნდა გაათავისუფლოს ხალხი იქიდან. 600,000 კაცი გამოიყვანა ამ ლიყიანმა კაცმა. და რა მოხდა? რატომ მოხდა ისე, რომ მანამდე არა აქვს ღმერთთან ურთიერთობა? და მისმა მოსმენამ გადაწყვიტა ბედი კაცობრიობის. ებრაელების ბედი გადაწყვიტა ძველი ათქმის რჩეული ხალხისა. მას რო ეთქვა, ეს რაღაცა ფანტაზიებია, კი მოვისმინე, მაგრამ რაში მჭირდება ეს ყველაფერი? ხო შეიძლება უარი ეთქვა, უსმეს და მიდის. და შემდგომი პერიოდი უკვე მისი ცხოვრების, თუ მანამდე ღმერთთან ურთიერთობა არ ჩანს, სულ ღმერთთან ურთიერთობაა დანარჩენი მისი ცხოვრება. და საიდან დაიწყო?
დაიწყო მოსმენით ადამიანებს დღეს და საერთოდ ყოველ პერიოდში იმდენად გაკერპებული აზრები გვაქვს, რომ რასაც ვისმენთ ყურით, ვერ ვიგებთ. ეს არის ყველაზე დიდი დაცემა კაცობრიობისა. ამიტომ ამახვილებს მაცხოვარი დღეს ამიგავში ყურადღებას, ვისაც ყურნი აქვს მენად, ისმინენ როგორ ისმინო. ისე კი არა მოვისმინე. ცვლით თუ არა ცხოვრება შენ ამ მოსმენით. თუ ისე ვაგრძელებ შენსაც. კი ვიცი რომ გინება არ შეიძლება, მაგრამ მე რა შუაში ვარ. მოვისმინე, მეუბნებიან, ბევრი მეუბნება, მაინც ვიგინები. ვისმენ, მაგრამ გულისხმის ყოფა არ მაქვს. არ მაქვს ყურადღება. მეუბნებიან, ნუ ეწევი. ის თავისთვის, მე ჩემთვის. მე კვდება 50 წლის ასაკში. და რატომ მოგვდაო? არ ისმენდა და მაგიტო, არავის აუჯერებდა. იმიტომ რომ გაკვირვება არ ქონდა. გაკვირვება არის მოსმენის შედეგად, ან საკითხვის შედეგად. ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა. რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ესეც მოსმენაა ერთგვარი. რაც არ ვიცოდი, გამიკვირდა იმიტომ, რომ ის რაც მე ვიცოდი, ის არაფერი არ არის მასთან შედარებით, რაც გავიგე მე. და ეს ცვლის შემცხოვრებას მთლიანობაში. თუ მანამდე მე წამდა რომ ცხარი და თხარი ყველაზე მნიშვნელოვანი. მოსმენის შედეგად თურმე ზიარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამან გამაოცოს უნდა, გამაკვიროს უნდა, იმიტომ მოვისმინე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თხები და მოზვერები არის. მაგრამ არ მოცდებით. ისევ ძველ კაცად ვრჩები ჩვენ. და ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში ხშირად. მაგრამ აი ისევ დაუბრუნდეთ ამ იგავს დღევანდელი თხრობისა. 4 ნიადაგი ვთქვით ჩვენ. 1 გზა, მეორე კლდოვანი, მესამე ეკალბარდებისა, მეოთხე კეთილი ნიადაგი, ადამიანის გულები. ვინ როგორ ისმეს? აი აქედან გამოსაყოფი მაინც მე როგორც ვფიქრობ, უფრო არის მეორე ნიადაგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავისი დაცემულობით. პირველი ნიადაგი. ფრინველები მოფრინდნენ, წაართვეს თესლი. ნიშნავს, რომ ეშმაკები მოვიდნენ, მოისმინა კაცმა რაღაც, ეშმაკები მოვიდნენ, წაართვეს. ნუ თითქოს მისი ბრალიც არ არის, წაართვეს და წაართვეს. მოვისმინე, ვერ გავიგე, წამართვეს, მორჩა, ცხონება არ მაქვს. მაინც ჩემი ბრალი არ არის, შეიძლება ვთქვათ. მესამე ნიადაგი, თუ პირველი არის ეს წართმევა, მესამე ნიადაგი არის ეკალბარდები, ოქრო ვერცხლი. მოაღწევს ჩემი კეთილი მოსმენის უნარი. იმიტომ რომ ჩემთვის უფრო სხვა არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში სიმდიდრეზე ზრუნვა მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რაც შეიძლება გამაოცა, მაგრამ არა უშავს გაოცებას მოუვლით და ეს მთავარია. აი მეორე ნიადაგი ადამიანის გულისა არის როგორი? დათესილი კლდოვანზე. რა არის კლდოვანება? კლდოვანება არის ისეთი ნიადაგი, სადაც ფესვი გაიდგა თესლმა. იქ ვერ გაიდგა. აქ მოაშთო ვერცხლმა და ოქრომ. გასაგები ამბავია. აქ მეორეში გაიდგა, მოისმინა, გაუკვირდა და გაიდგა ფესვი. იმიტომ რომ ნიადაგი არის, კი არ გახმა პირდაპირ. გაიდგა ფესვი, მაგრამ ღრმა არ არის. და როდესაც აღმოცენდა, ამოვიდა მზე, გახმა იგი. ეს ალბათ ისეთი კატეგორიის ხალხია, რომლებიც არიან მერყევი ადამიანები, რომელსაც ვერ ენდობი ადამიანი. ერთ ჭკუაზია დღეს, ხვალ სხვა ჭკუაზია.
მესამე დღე სუსხა ჭკუაზია და სინამდვილეში არც ცხოვრების ნაყოფი აქვს ამას. ცხოვრებაში ნაყოფი ეგეთ ადამიანს არ აქვს. და არც ცხონება არ აქვს. ეხლა ცხონებაზეა საუბარი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ხან ის ასამს და ხან ეს. ვერ დაეყრდნობი ქალია თუ კაცი. მერყევობა ადამიანის. და ასეთი ადამიანები როგორ არიან ხშირად თუ დაუკვირდებით. თუ კი ეკლესიური ხდება ასეთი ადამიანი, სიხარულით იღებს ეკლესიურობას. ანუ რასაც ახალს იგებს, იმისთვის სულ ერთი კი არ არის, როგორც პირველ ნიადაგთან დაკავშირებით, მოისმინა და წაართვეს და მორჩა. ამას უხარია ძალიან. და ფიქრობ ადამიანი რომ აგერ ცხონება იპოვა ამ კაცმა, ან ქალმა. და თუ მანამდე ქონდა უწესრიგო ცხოვრება, ქრისტეს გაგონებისას დიდი სიხარული აქვს. რადიკალიზმი, უკიდურესობები რო არ ვარგა, ამაზეა საუბარი აქ. ესე იგი, იმას უარყოფს, რაც იყო, ქრისტე მიიღო და ამას აქებს, იმას უარყოფს, უშეღავათოთ. მე რამოდენიმე ხნის მერე ხედავ რომ არ არის სუნთლად ესე. ესეც მობეზრდა ამას. რატო ღრმა კაცი არ იყო და მაგიტო. ღრმა ფესვი ვერ გაიდგა ამან. აი რო ეთქვა რომ მთელი ცხოვრება მე რაც არ უნდა მომივიდეს, ამას უნდა ვემსახურო, იმიტომ რომ ძლივს ვიპოვე მე. აი ანტონი დიდმა მაგალითად ეკლესიაში შევიდა და მოისმინა სიტყვები. ვინც არ დატოვოს მამაი და დედაი და ასე შემდეგ და ვისაც უყვარს უფრო ისჩემს, არ არჩემ და ღირს. და წავიდა უდაბნოში დაიღუდა, მთელი ცხოვრება ახსოვდა ეს სიტყვა. აი ამ სიტყვება გადაატრიალა მისი ცხოვრება. და ღრმა ფესვი გაიდგა. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მე-11 საუკუნის მოძღვარი. შევიდა ტაძარში, მოძღვარს ეკითხება, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ვაკეთო? ეს ეუბნება, სინდის არასოდეს არ გადაუხვიო. და ამან გადაატრიალა მისი ცხოვრება და მთელი ცხოვრება ესე ცხოვრობდა. გაიდგა ფესვი. მაგრამ ეს ადამიანები მეორე ნიადაგის მქონე ხალხი უხარიათ, იმას ტოვებენ თითქოს. ქრისტეს უერთდებიან. თითქოს ცხონება აგერ დღე-დღეზე წმინდანად უნდა შერაცხონ. თურმე ბეზრდება მერე. ღრმა არ ყოფილა. მაგრამ სიღრმე რას ნიშნავს? აი რატო ვამბობთ რომ ღრმა არ ყოფილა? რას ნიშნავს სიღრმე კაცისა? რა შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანი ყალიბდება ღრმა კაცად? მხოლოდ ერთადერთია. საკუთარ თავზე მუშაობით. როცა ვერავინ ვერ გხედავს შენ. დასანახად კი არა რა მაგარი ვარო. როცა ვერავინ ვერ გხედავს. როცა მოწესრიგებულია შენი ცხოვრება ლოცვით, პირველ რიგში ლოცვით. ლოცვის გარეშე ქრისტიანობა არ არის. ლოცვით, წმინდა წერილის კითხვით. თუნდაც ინტელექტუალური განვითარებით, ქრისტეს სიყვარულისა, წმინდა მამათა შრომების კითხვით და ამაში ჩაღრმავებით. აი მხოლოდ მაშინ ყალიბდება ადამიანი ღრმა კაცად. და მე ხვდება რომ ქრისტიანობა მხოლოდ პირჯვრის წერა კი არ არის და სანთლების ანთება. ქრისტიანობა არის უღრმესი ღვთისმეტყველება. და რო ვერ წვდება ამ დროს, რაღაცას წვდება, მაგრამ რაღაცას ვერა. უფრო და უფრო ღრმავდება ამაში. და იმას ვერასოდეს ვერ წაართმევს ეშმაკი იმ თესლს, რაზედაც საუბარია. მაგრამ ღრმა კაცი თუ არ არის, გარეგნულით კმაყოფილდება. დავდივარ ეკლესიაში, რაღაცებს ვაკეთებ, ცუც არა. იმას უარყოფ, რაც მანამდე ვიყავი. ამას ვაკებ. მაგრამ ეს გარეგნული არ შველის თურმე. იმიტომ რომ გაიდგა ფესვი კი, მაგრამ ღრმა თუ არ არის, ხვალ და ზეგ მოგბეზრდება. როგორც ყველაფერი
შეიძლება მოგბეზრდეს ადამიანს. აი შესაბამისად, მე ადამიანები მიდიან ქრისტესგან. ასეთი ადამიანი იყო ტერტულიანე მაგალითად, მესამე საუკუნის მოძღვარი. ძალიან საინტერესო კაცია, ბევრია სალაპარაკო მასზე. მაგრამ როგორი კაცი იყო? ტერტულიანე იყო ესეთი კაცი, რომ წარმართობაში დაიბადა და როდესაც ქრისტიანობა გაიგო და შეიმეცნა, დაიწყო უშეღავათო ლანძღვა წარმართობისა. და ესეთი რამე თქვა: რა შეხება აქვს ათენს იერუსალემთან? ათენი არის ფილოსოფია, იერუსალიმის სულიერება. არანაირი კავშირი არ არის მათ შორის. დაიწყო ლანძღვა ამათი. თითქოს დიდი ქრისტიანი არის, ჩამოყალიბდა, მის ნაშრომებს კითხულობთ. თურმე რამოდენიმე წელი რო გავიდა, აი როგორიც შემოვიდა ქრისტიანობაში, ისე ქრისტიანობისგან გადის და შედის სექტაში, რომელსაც იმ დროს ეწოდება მონტანიზმის სექტა. ესეც ცალკე სალაპარაკოა. მონტანი და მონტანიზმის სექტა. უშეღავათოთ ლანძღავს ქრისტიანობას და წარმართობას. ესეც მობეზრდა მერე და ჩამოაყალიბა თავისი სექტა, რომელსაც ეწოდებოდა ტერტულიანიზმი. ასე დაასრულა თავისი ცხოვრება. ანათემირებული ეკლესიის მიერ ეს კაცი. თუმცა მისი შრომები დიდწილად ძალიან მნიშვნელოვანია და ვკითხულობთ, გააჩნია რომელი პერიოდში არის დაწერილი, რომელი პერიოდის ნაწარმოებია. ქრისტიანობაში ძალიან კარგია, მაგრამ მონტანიზმში და ტერტულიანიზმში როცა არის, იქ უკვე აღარ ვარგა. რატომ მოვიყვანეთ ეს მაგალითი ტერტულიანესი? იმიტომ რომ იყო უკიდურესობების კაცი, ჭკუა დალაგებული არ იყო ეს. წარმართობამ ისე შეაწუხა, რომ ქრისტიანობას იღებს და თითქოს აგერ არის მისი ცხონება, მაგრამ ღრმა კაცი არ არის. სულიერი ტინგიცია შეიძლება ვთქვათ. დაუფიქრებელი კაცი. სიღრმეს არ ეძებს. გარეგნული მხოლოდ და მხოლოდ. და შეიძლება ითქვას, ხა ტერტულიანეზე ვერ ვიტყვით, რომ საკუთარ თავზე არ მუშაობდა, მაგრამ შეიძლება ისი არ მუშაობდა, როგორც საჭირო იყო. ამიტომ გამოიწვია მისმა ხასიათმა ასეთი გადასვლები ერთიდან მეორეში. ყველაზე ჩემთვის ყველაზე საშიში მდგომარეობა ადამიანის. მერყეობა. როდესაც ადამიანს ჭკუა დალაგებული არ აქვს. არ იცის რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში. თუ ქრისტიანი ხდება, იქაც დაულაგებელად ხდება. და სიღრმე არ აქვს. გარეგნულია. პატარა ფესვი. პატარა რამე რომ მოხდეს, უარყოფს ამას. თუმცა მიიღო ძალიან დიდი სიხარულით. ასე რომ უნდა ვიფიქროთ, რა ჩვენ გვესმის, მართლა გვესმის, იქნება არ გვესმის საერთოდ. დღეს ხო ყველა ვლაპარაკობთ საერთოდ ჩვენ. ძალიან ცოტა უსმენს სხვას. სიგნიდანაც ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება სისულელეებს ისმენდე, ამაზე კი არა საუბარი. მაგრამ არ ვისმენთ ჩვენ. სულ ლაპარაკობთ. მე ესე მინდა, მე ესე ვფიქრობ, დამიჯერეთ, რასაც ვლაპარაკობ. აი ესეთი მდგომარეობა. ძალიან ცოტა ვინმე თუ ისმენს. და თუ ისმენს, ცხოვრებას არ აცვლის. ისევ ძველ კაცად რჩება. და თუ არ რჩება, ხშირად რადიკალიზმით არის მახასიათებელი ეს. პატარა ფესვი, მერყევი კაცი. მოისმინა, გაუხარდა, უარყო დანარჩენი, ცხონებაშია. და ხედავ რამოდენიმე წლის მერე, ან მაგინებელი ხდება ეკლესიისა, ან საერთოდ ეკლესია აღარ აინტერესებს. სამწუხაროდ ესე ხდება. რამდენად ხშირად ვერ გეტყვით, მაგრამ ხდება. ასე რომ, რომელ კატეგორიაში ვგულისხმობთ საკუთარ თავებს, პირველში, მეორეში ან მერყეობაში,
სიმდიდრისადმი დამოკიდებულებაში თუ მეოთხეში, სადაც კეთილი თესლი შეიძლება გაიზარდოს, მაცხონებელი. ერთ-ერთი რო ვართ, ეს უეჭველია. რომელში ვიგულისხმებით, ეს უკვე ჩვენი სიმდისის საკითხია. სან გადვაჩინებთ საკუთარ თავს. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა სიღრმე და მოსმენის უნარი, რომ ყურნი რო გვაქვს, მართლა მოვისმინოთ. აი ამის უნარი მოგცეს. ღმერთმა ჯვარი გეწეროთ.